იძლეოდა ოქროს მონეტებს. და ნუ იყო ეგრეთ წოდებული სანატორიუმივით რაღაც სადაც რჩებოდა თანამშრომლები და ყოველდღიურად არ მიდიოდნენ სახლში. პრეტენზიები გამოუთქვეს უფროს, რომ ჩვენ ამ ოქროს მონეტები შარვლის ჯიბეებს გვიხევსო და გვეკარგებაო. იქნებ რამე ქაღალდის ფული მოგვაწოდოთო. ჩვენ არც ქაღალდის ფულს გვაწოდებენ, არც ოქროს მონეტებს. მოკლედ და ერთიანად უნდა ჩვენი გაპარტახება ჩვენი ქალაქის იმის შედეგად, რომ ჩვენ წავალთ ამ ქალაქიდან, ესე ფიქრობენ ალბათ, დავტოვებთ ქალაქს და შემდეგ დაცრილ და დაცარიელებულ ქალაქს ეშმაკები დაეპატრონებიან, მაგრამ ვერა, ბატონო ინვესტორო, ვერ მოგართვით ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ, დავრჩებით, ვიდგებით მყარად, მედგრად, ვიბრძოლებთ ჩვენი ქალაქისთვის და ასეთი ერთობა და ასეთი სულის ერთობა მოკლედ არ გვინახავს. ბევრ ქალაქში, საქართველოსში კი არა, მსოფლიოს მასშტაბითაც არ ხდება ხოლმე ამ ერთ პატარა ქალაქს ძალიან ბევრი რამე შეგვიძლია. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ თანაქალაქელებო და არა მარტო თანაქალაქელებო, ყველას აქ მობრძანებულ სტუმრებს დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ ბრძოლაში ჩართვისათვის. გისურვებთ კიდევ და კიდევ გამარჯვებას და გისურვებთ ყველაფერ კარგს. უღრმესი მადლობა.